იყო პირველ რიგში ქალბატონო მარიკა, დღეს ეს დაკავებები და შემდეგ უკვე რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? მოგესალმებით პირველ რიგში, როგორც იცით, დღეს მთელი დღის განმავლობაში მთელი დილა მიმდინარეობდა სასამართლოში ეგრეთ წოდებული განაჩენების გამოცხადება, ეგრეთ წოდებული, რადგან რეალურად უდანაშაულო ადამიანებს გამოუცხადეს განაჩენები და მიუსაჯეს ესე იგი თავისუფლების აღკვეთა. პირველი ეს იყო ანტონ ჩეჩინი, რომელსაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ 8 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა და შემდგომ უკვე 8 პირის ხდომა იყო, სადაც ნაწილს 2 წლითა და 6 თვით, ხოლო ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის პარალელურად წულუკიანმა არალეგიტიმურ პარლამენტში არარსებულ კომისიაზე დაიწყო რაღაცა არარსებული დასკვნის წაკითხვა, სადაც საკუთარ სამშობლოს რუსული პროპაგანდის ფარგლებში ადანაშაულებს გაუგონარ ამბებში, რომელიც არის აბსოლუტური ტყუილი. ამან გამოიწვია ხალხის პროტესტი და ხალხი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, სადაც 20 ადამიანი დააკავეს დაახლოებით. რატომ 20? იმიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებული ინფორმაციით მხოლოდ 16-ზე იყო იქ საუბარი. მე პირადად ვეძებ ამ ადამიანებს, არიან 20 ადამიანი, აქედან 4-ის ადგილმდებარეობა უკვე ვიცით, ისინი გადაყავთ ახალციხის იზოლატორში და ახალციხეში ისინი ადვოკატით იქნებიან უზრუნველყოფილი. დანარჩენის შესახებ ამ დრომდე ინფორმაციას არ გვაწვდიან. ეს პროტესტი არ დასრულდება, პირიქით ეს პროტესტი გაფართოვდება, გაიზრდება და ეს ბრძოლა ოლიგარქს აქვს წაგებული. ჯობია ამას აქედანვე შეეგუოს. მადლობა. მადლობა თქვენ მარიკა არევაძეს უსმენდით და განახებთ